2020 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, ამოცანა ნომერი 38. ნახევარ სივრცეში გვაქვს ერთგვაროვანი მაგნიტური ველი, რომლის ინდუქციის მოდულია B. მოცემული გვაქვს ერთგვაროვანი მაგნიტური ველი B. მიმართულება ნახატის სიბრტყის მართობულია. ამ არეში მისი საზღვრის მართობული სიჩქარე შედის ქუდადებითი მუხტის და M-ის მქონე ნაწილაკი. გვაქვს ქუდადებითი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის მასა არის M და ამ ნაწილაკმა გვეუბნებიან, რომ სიჩქარე შეიძინა უძაბვის გარბნისას. უძაბო არის U-სწორი. პირველი გვეკითხებიან, რა სიჩქარე შეიძინა ნაწილაკმა ელექტრული ველის მოქმედებით. ხო, პირველ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრული ველის ზეგავლენით შეიძინა იძენს ნაწილაკი კინეტიკურ ენერგიას, ამიტომ ელექტრული ველის მიერ შესრულებული მუშაობა ხმარდება სხეულის კინეტიკური ენერგიის ცვლილებას. შესაბამისად, შეგვიძლია დავწეროთ, რომ ერთი მხრივ მუშაობა ტოლი არის Q-ი, რომელიც თავის მხრივ ტოლი არის, რომელიც მოხმარდა, როგორც თქვით, ნაწილაკის კინეტიკური ენერგიის შეცვლას, ამიტომ ეს ტოლი უნდა იყოს mv კვადრატი ნახევრის, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გავსაზღვროთ სიჩქარე, აქედან გამოგვივა ჩვენ რომ v კვადრატი ტოლი იქნება 2q-ს შეფარდებისა m-თან, საიდანაც სიჩქარე ტოლი გამოგვდის კვადრატული ფესვი 2q-u შეფარდებული m-თან. ანუ პირველ შეგვიძლია დავწეროთ პასუხი სიჩქარე ტოლი ყოფილა კვადრატული ფესვი 2q-ს ფარდობისა m-თან. გადავიდეთ მეორეზე. რა რადიუსის წრეწირის რკალზე იმოძრავებს ეს ნაწილაკი მაგნიტურ ველში? ხო, ეს შემოიჭრა მაგნიტურ ველში შეშველი ნაწილაკი და გარკვეული ნახევარ წრე შემოხაზა, აი წრეწირის გასწვრივ, ნახევარ წრეწირის გასწვრივ მოძრაობს ნაწილაკი. შესაბამისად, ახლა ამ ნაწილაკზე მოქმედებს ერთი მხრივ ლორენცის ძალა, ლორენცი, რომელიც ტოლი არის QVB სინუს ალფა, სადაც ალფა არის კუთხე მაგნიტურ ველსა და სიჩქარეს შორის, ანუ ამ შემთხვევაში რადგანაც გითხრეს, რომ ჩვენ გითხრეს, რომ მიმართულება B ვექტორის მიმართულება და თვითონ შეჭრის მიმართულება ერთმანეთის მართობული არისო, ამიტომ ალფა გამოდის 90 გრადუსი, შესაბამისად ეს გამოსახულება მიიღებს შემდეგ სახეს QV B სინუს 90 გრადუსი. სინუს 90 გრადუსი 1 არის, ამიტომ დაგვრჩება QV-ის ტოლი, მაგრამ მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ, რომ რადგანაც წრეწირზე, ნახევარ წრეწირზე ის რკალზე იმოძრავებს ეს ჩვენი ნაწილაკი, მასზე იმოქმედებს ცენტრისკენული ძალა, F ცენტრისკენული, რომელიც თავისუფლად ტოლი არის M A ცენტრისკენულის. თუ გავითვალისწინებთ ცენტრისკენული აჩქარების მნიშვნელობას, მივიღებთ, რომ ეს ტოლი იქნება mv კვადრატი შეფარდებული რადიუსთან წრეწირის და რა გვექნება ახლა ამ ტოლობას თუ გავუტოლებთ, კერძოდ F ლორენცის ძალას თუ გავუტოლებთ ცენტრისკენულ ძალას, აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ QVB ტოლი არის mv კვადრატ ნახევრის mv კვადრატი შეფარდებული ერთთან, რაღაც რაღაც კინეტიკური ენერგიას გავუტოლოთ რადგანაც ეს ვეები შეგვეკვეცება, საიდანაც მივიღებთ, რომ რადიუსისთვის r ტოლი არის mv შეფარდებული კუბესთან. ახლა v ნაპოვნი გვაქვს, აგერ გვაქვს v ნაპოვნი, შესაბამისად აქ თუ შევიდათ, რას მივიღებთ, ეს ტოლი იქნება m შეფარდებული კუბესთან დამრავლებული კვადრატული ფესვი 2q-u შეფარდებული m-თან. ეს კი ტოლი იქნება. ხო, მოდით ახლა m შეფარდებული q-სთან, m-იც და q-ც შევიტანოთ, ცოტა მარტივი სახით რო ჩავწეროთ ეს გამოსახულება, m-ს თუ შევიტანთ ფესვის შიგნით, რადიკალის ქვეშ, m კვადრატი და m-ი შეიკვეცება, შესაბამისად ჩვენ დაგვრჩება, რომ ეს უდრის 1 შეფარდებული ფესთან, კვადრატული ფესვი 2m-u შეფარდებული q-სთან. ხო, m-ის და q-ს რადიკალის ქვეშ შევიტანეთ. კარგით. ესე იგი, ახლა მეორეს პასუხი შეგვიძლია ჩავწეროთ. მეორეში ესე იგი ჩვენ გამოგვივიდა, რომ რადიუსი თუ ტოლი ყოფილა 1 შეფარდებული ფესთან, კვადრატული ფესვი 2m-u შეფარდებული q-სთან. მესამე, რა მუშაობას ასრულებს მაგნიტური ველის მხრიდან ნაწილაკზე მოქმედი ძალა? ხო, მესამეში, რადგანაც ლორენცის ძალა, F ლორენცი და სიჩქარე ნაწილაკის მართობულია ერთმანეთის, შესაბამისად F ლორენცი ძალა და გადაადგილებაც
მოდით ეს ვექტორულად შევწეროთ, რადგანაც გადაადგილება ვექტორია. ერთმანეთს მართობული იქნება, საიდანაც მუშაობისთვის მივიღებთ, რომ მუშაობა ტოლი არის f ლორენცი გამოვლებული s-ზე კოსინუს 90 გრადუსი. კოსინუს 90 გრადუსზე 0-ია, შესაბამისად მუშაობას მივიღებთ 0-ს. საიდანაც ვასკით, რომ ლორენცის ძალას მიერ შესრულებული მუშაობა 0-ის ტოლია. ანუ მესამეში დავწეროთ, რომ მუშაობა ტოლი არის 0-ის ამ შემთხვევაში. და მეოთხე ვნახოთ, რას გვეკითხებიან, რა დროის განმავლობაში იმყოფება ნაწილაკი მაგნიტურ ველში და რისი ტოლია ამ დროში ნაწილაკის იმპულსის ცვლილების მოდული. ხო, ეხლა ეს ნაწილაკი მაგნიტურ ველში იმყოფება იმ დროის განმავლობაში, რა დროშიც აი ეს წრე ნახევარწრე წრეწირი შემოწერა. მთლიანი წრეწირზე რო ემოძრავა, პერიოდი იქნებოდა, ხო? ერთი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა, მაშინ თუ მთლიან წრეწირს შემოწერდა. t ტოლი არის 2p r შეფარდებული v-სთან. მაგრამ რადგანაც ნახევარწრეწირზე მოძრაობს, წრეწირის რკალზე, შესაბამისად, ტაუ, მოდი ტაუ თეორიშნოთ, ტაუ ის დრო რა დროის განმავლობაში იმყოფებოდა ნაწილაკი მაგნიტურ ველში, ტოლი გამოგვივა t შეფარდებული 2-თან პერიოდის ნახევრის, ტოლი იქნება p r შეფარდებული v-სთან. ეს თავი ხსნით ტოლი გამოგვივა, მოდი ეს რადიუსი დიდი l-ით აღვნიშნოთ. r, ესეც r. ხო, მოდით ახლა რა გვაქვს? r ნაპოვნი გვაქვს. r ნაპოვნი გვაქვს. v-ც ნაპოვნი გვაქვს. ხო, მოდით ახლა ამ ტოლობაში შევიტანოთ ეს ორივე სიდიდე, რა გამოგვივა? ეს ტოლი იქნება p გამრავლებული r ნამდენი არის 1 შეფარდებული v-სთან, კვადრატული ფესი 2 m შეფარდებული q-სთან, ეს გაყოფილი v-ზე. ანუ გამრავლებული აი ამ სიდიდეზე, ამის შებრუნებულზე, კვადრატული ფესვი m. თუმცა ჩვენ უფრო მარტივადაც შეგვეძლო ეს გავუკეთებინა, ისიც გამოგვივა რა თქმა უნდა. მოდით ასე მოვიქცეთ. ამას ჯობს, რომ r-ის მნიშვნელობა, აი ეს მნიშვნელობა შევიტანოთ r-ისთვის, ეს ტოლი იქნება p შეფარდებული v-სთან გამრავლებული, აი ამ r-ის ამ მნიშვნელობას თუ შევიტანთ, აქ მოცემულს, რომელიც ჩვენ ნაპოვნი გვაქვს, mv შეფარდებული q-სთან. ესენი შეიკვეცება და დაგვრჩება p m შეფარდებული q-სთან. რა თქმა უნდა, მეორე გზითაც ამ სიდიდეების ჩასმენაც გამოვიდოდა, მაგრამ ასე v-ები გავიქრა და უფრო მარტივი ამოსახსნელი აღმოჩნდა ამ სახით გაკეთება. ეს არის მეოთხეს პირველი პასუხი, ესე იგი ის დრო, რა დროშიც ნაწილაკი იმყოფებოდა მაგნიტურ ველში, გამოგვივიდა ტოლი არის p m შეფარდებული q-სთან და აქ კიდე გვეკითხებიან ჩვენ იმპულსის ცვლილების მოდულს. კი ბატონო? ახლა, რადგანაც ნახევარწრეწირზე მოძრაობს, წრეწირის ნებისმიერ წერტილში, მოდი ავიღოთ აი ეს წერტილი, სიჩქარე მიმართული არის ხების გასწვრივ, ასე, აქედაც მიმართული არის ხების გასწვრივ, ეს იყოს v1, ეს იყოს v2. v1 და v2 სიდიდით ერთმანეთის ტოლია, უბრალოდ მიმართულებას იწვევს წრეწირზე მოძრაობს. რა თქმა უნდა, ვექტორულად ერთმანეთის ტოლი არ იქნება, რადგანაც წრეწირზე მოძრაობს, თუმცა სიდიდით ერთმანეთის ტოლი არის და მოდით ეს აღვნიშნოთ v-ი. ეს ტოლი არის v-ი და ახლა თუ შემოვიდანთ, მოდი შემოვიდანოთ ღერძი, მაგალითად მიმართოთ ასეთი სახით, ეს იყოს x ღერძი, დელტა p ტოლი იქნება mv2-ს ცვლილება იმპულსის mv1 და დავაგეგმილოთ x ღერძზე, v2-ის გეგმილი იქნება პირდაპირ v2, mv2 მინუს v1-ის გეგმილი იქნება მინუს v1, ანუ მინუს mv1 შეგვიძლია დავწეროთ აქ. ეს ტოლი იქნება mv2 და v1 ერთმანეთის ტოლია და v-ტოლია mv-ს პლუს mv. გამოვივა 2mv-ს ტოლი. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ დელტა p ოღონდ ეს არის ვექტორული ტოლობა, ხო? აქ ვექტორული ტოლობა, მოდი ამას სარკე დავწერ. აი ეს არის დელტა p ოღონდ მოდულში. მოდით უფრო კორექტულად დავწეროთ, იმიტომ რომ ერთ მხარეს ჩვენს ვექტორული ტოლობა გვიწერია, მეორე მხარეს ჯობია რომ სკალარულად დავწეროთ იგივე, მოდით არ დავიზაროთ. დელტა p ოღონდ მოდული ტოლი იქნება mv-ს მინუს mv, ეს ტოლი არის 2mv-ს, ასე. და v-ის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, სადაც გვაქვს v გვაქვს აქ მოცემული, ეს ტოლი იქნება 2mv-ს მინუს 2mv, 2mv-ს
2m გამრავლებული v-ზე, რომელიც ნაპოვნი გვაქვს კვადრატული ფასი 2qu შეფარდებული m-თან. ეს კი ტოლია. ფესვი თუ შევიტანთ, მივიღებთ საბოლოოდ, რომ ეს ტოლი არის კვადრატული ფესვი 8qm-ის. ანუ მეოთხე შემთხვევაში პასუხიც გამოგვდის, რომ იმპულსის ცვლილება დელტა-p ტოლი ყოფილა კვადრატული ფესვი 8qm-ის.